ამ ერთ წელიწადში მონასტერი კი არა აირია, ქვეყანაში არის უმძიმესი კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი, საკონსტიტუციო კრიზისი, ეკონომიკურ-სოციალურიც ბუნებრივია და ამ პოლიტიკურ კრიზისს ვერავინ ვერ უარყოფს, რაც არ უნდა ისაუბრონ ქართული ოცნების მოლაპარაკე თავებმა, მათ ძალიან კარგად უწყიან და თავისი ქმედებებითაც ადასტურებენ, რომ ქვეყანაში არის კრიზისი და სწორედ ამ კრიზისის გადაჭრისთვის არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზა. ამ გზაზე უნდა გათავისუფლდნენ პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრები, სინდისის პატიმრები და უნდა დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, როგორც კრიზისის გადაჭრის მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზა. ახალი არჩევნები შეიძლება იყოს აგ პატა ზაქარიაშვილი იყო ცოტა ხნის წინ ჩვენი სტუმარი, რომელიც საუბრობდა 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს. აი, ხომ არ ჩანს, რომ ერთგვარად თვითონ პოლიტიკურ სპექტრში და ანალიტიკურ წრეებშიც გადაიწურა იმედი იმისა, რომ შესაძლოა ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. ეს მეორე საკითხი არის, ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, ისევე როგორც ვიბრძვით ბოლო 1 წლის განმავლობაში, გულისხმობ პირველ რიგში ქართულ საზოგადოებას, პროდასავლურ პოლიტიკურ სპექტრს, არასამთავრობო სექტორს, ყველა საზოგადოებრივ ჯგუფს, რომლებიც ვითხოვთ სწორედ ამ ორ რამეს, ხო? აქ არაფერი ახალი არ არის. ახალი საპარლამენტო არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება, ეს არის კრიზისის გადაჭრის გზა. მიზანი ჩვენი ბუნებრივი არის რეჟიმის ცვლილება და ნორმალური ქვეყნის დამკვიდრება საქართველოში. ეს არ არის არაფერი რაღაც განსაკუთრებული, არანაირი რაღაც ოცნების კოშკი არ გვინდა, ჩვენ გვინდა რომ საქართველოს იყოს ნორმალური ქვეყანა, სადაც სამართალდამცველები კი არ ჩაგრავენ და კი არ ცემენ, არამედ წესრიგს იცავენ, სადაც პედაგოგი, ხელოვანი, ექიმი თავის საქმეს ასრულებს მშვიდობიანად და ამას ქართული ოცნების პირობებში, რა თქმა უნდა, ხაზი გადაესვა. რასაც ითხოვს საზოგადოება, როგორც კრიზისის და როგორც ვხედავთ ჩვენ კრიზისის გადაჭრის გზას, ასე უყურებენ ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები და არაერთ განცხადებაში, რეზოლუციაში ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის მიერ. ევროპარლამენტი იქნებოდა ეს, მინისტერიალი იქნებოდა, ევროპული კომისია იქნებოდა თუ ევროსაბჭოს დონეზე, საპარლამენტო ასამბლეის დონეზე სხვადასხვა რეზოლუციაშიც ასახულია. მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ დათქმებშიც, სადაც პირდაპირ არის ნახსენები, ხო, ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური რეპრესიები, არიან პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის პოლიტიკური ლიდერების ხედან ციხეში და არის ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, რაც თქვენ ბრძანეთ, ხო, კანონშემოქმედების ნაწილში, რომელიც უნდა შეიცვალოს. ამის საწინააღმდეგო მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნება დგამს ნაბიჯს ევროკავშირის საწინააღმდეგო მიმართულებით და ბოლოს მონასტრის არევასთან დაკავშირებით ვიტყვით, თუ სადმე აირია მონასტერი, ეს ნამდვილად არის ქართული ოცნება, სადაც ვხედავთ ჩვენ შიდაკლანურ დაპირისპირებას და იმ კორუფციულ სკანდალებს, რომელსაც სინამდვილეში რეალურ ბრძოლასთან კორუფციის არ აქვს არანაირი კავშირი. ხო, და მივალთ იმ პროცესზე, რასაც თვითონ ქართული ოცნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას არქმევს, იქამდე დაკავებები ახსენეთ და მართლაც მრავლად ვნახეთ 2025 წელს, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების სახით და მინდა რომ ახლა ამ თემაზე ვისაუბროთ, დავიწყოთ მოდით ბოლოს შემთხვევით, რის შესახებაც გუშინ გახდა ცნობილი, გულისხმობ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროინდელ თავდაცვის მინისტრ ბაჩუ ახალაიას, რომელსაც სუსი 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზებას და ხელისუფლების დამხობის გეგმის მომზადებას ედავება. ხა გუშინ საღამოდან მოყოლებული ბევრი შეფასება მოვისმინეთ, ნაწილი ფიქრობს, რომ ახალაიას წარსულიდან გამომდინარე არ არის გასაკვირი მას რადიკალური ქმედებების სურვილი ქონოდა, თუმცა უფრო მეტი სუსის გამოძიებას, უბრალოდ სუსის მიერ ჩატარებულ გამოძიებას ხო და ინფორმაციას, რომელიც ამ უწყებისგან მოვისმინეთ, უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ინფორმაცია მხოლოდ იმის შესახებ, რამდენჯერ შედგა კონკრეტულ პირებს შორის ინტერნეტ კომუნიკაცია, როცა არ არის ცნობილი, რაზე ისაუბრეს ამ ადამიანებმა, დანაშაულის ჩადენის მტკიცებულება ვერ იქნება. აი, გაგვიზიარეთ თქვენი და თქვენი პარტიის პოზიცია. სახლში მყოფი ახალაიას მიერ ტელეფონით რევოლუციის დაორგანიზების გეგმა თქვენთვის სარწმუნოა თუ სუსის გამოძიება გიჩენთ კითხვებს? საერთოდ სუსზე როდესაც ვსაუბრობთ და ივანიშვილის საგამოძიებო სამართალდამცავ
უწყებებზე აქ არავის ამ ქვეყანაში არ აქვს მათი ნდობა, ხო? გვახსოვს ჩვენ ის 5 დღიანი გამოძიება ქიმიური მოწამრულის საქმესთან დაკავშირებით, სრულიად აბსურდული, რომელიც რეალურად მიზნად ისახავდა არა სიმართლის დადგენას, არამედ სიმართლის დაფარვას, ხო? ახლა ბაჩო ახალაია ვინც არის ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუმცა ქართულმა ოცნებამ იცის, ხო? გამომდინარე იქიდან რომ ის არის ოდიოზური ფიგურა, ახლა ბაჩო ახალაიას დაკავებას შეიძლება ჰქონდეს იგივე მიზანი, რაც აქვს სხვა დაკავებებს, ხო? მე არ ვაპირებ ახლა შევაფასო 4 ოქტომბრის ის მოვლენები, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არაერთხელ გვაქვს დაფიქსირებული, ჩვენ ყოველთვის ვიდექით და ვდგავართ მხოლოდ მშვიდობიანი და კონსტიტუციური პროტესტის და ქუჩის აქციების მხარეს, მაგრამ ქართულმა ოცნებამ მოდი მიხედოს იმ თავის მაღალჩინოსნებს და მათ შორის ძალოვნებს, რომლებიც მაგნიცკის სიაში არიან შეყვანილები, იმ ძალოვნებს და მათ ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურას, რომელიც ცოტა ხნის წინ, 2 დღის წინ დააკავეს სუსის უფროსი, რომლითაც ამაყობდნენ და თვითონ სუსით ამაყობდნენ და ამდენი ხნის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება არის საიმედო ხელში და თურმე აღმოჩნდა, რომ ყოფილა ისეთი ადამიანის ხელში, რომელიც მფარველობდა კოლ-ცენტრებს, პირდაპირ იყო ჩაბმული არამხოლოდ კრიმინალში, იმ თვალსაზრისით, რომ კორუფციაში იყო ჩაფლული, არამედ კრიმინალურ ბიზნესებს მფარველობდაო, თავადვე გვეუბნებიან. ჩვენ არანაირი ნდობა ამ მათი გამოძიების არ გვაქვს, ეს არის უბრალოდ მათი მხრიდან თვით ლუსტრაცია, ხო? ისინი ცდილობენ ამხმაურიანი დაკავებებით, მათ შორის თავისი გუნდის წევრების და ლიდერებისა გადაფარვას სხვა მნიშვნელოვანი საკითხების, რომელიც არის ამ ქვეყანაში, მათ შორის ქიმიური მოწამვლა და ასე შემდეგ. ხო, რადგან კოლ-ცენტრების ეპიზოდი ახსენეთ გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებაში, ამაზე ჩავიკითხებით, ახლა პროკურატურა ამბობს, რომ გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიის დამფინანსებელი თაღლითური კოლ-ცენტრების არსებობა, იქ კონკრეტული ოპოზიციური მედიის დაფინანსებაზე მიანიშნებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. აი რისი თქმა უნდა შესაბამის უწყებას ამით თქვენი აზრით ეს მინდა გკითხოთ, ხომ არ ცდილობს საგამოძიებო უწყება ლილუაშვილსა და ცალკეულ ოპოზიციურ მედიას შორის კავშირი დავინახოთ და თუ კი ამას ცდილობს, რამდენად რეალური შეიძლება იყოს ასეთი კავშირის არსებობა, მეორე მხრივ ეს კითხვაც დავსვათ. საგამოძიებო უწყება არაფრის თქმას არ ცდილობს, რისი თქმაც სურს ივანიშვილს და რისი პროპაგანდისტულად გავრცელებად სურს მედიას, იმას ახმოვანებს ესა თუ ის უწყება საჭირო დროსა და ადგილას. ახლა ბევრ აბსურდულობას ვნახულობთ ჩვენ, ეს ლილუაშვილი თურმე ოპოზიციურ ტელეარხებს აფინანსებდაო, იმ ტელეარხებს, რომლებიც პერსონალურად ლილუაშვილის წინააღმდეგ ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებდნენ, ამხელდნენ მას, მერე სასამართლო დავაც ჰქონდა, რომელსაც ივანიშვილის სასამართლოს პირობებში ბუნებრივია ის მოიგებდა. ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ყველაფერი ერთმანეთში არიონ, ერთი გასროლით ორი კურდღელი დაიჭირონ, ჩირქი მოსცხონ თავისუფალ მედიას, ოპოზიციურ პარტიებზე მორიგი შეტევა განახორციელონ, ამავდროულად ის მთავარი მიზანი რომ შიდა კლანური დაპირისპირება თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს და ამავდროულად გადაფარონ სხვა მნიშვნელოვანი თემები, რომელიც არის ამ ქვეყანაში, ხო, ის სერიოზული სკანდალი, ქიმიური მოწამვლის იქნება ეს თუ არაბული ინვესტიციები, განათლების პრობლემური რეფორმა. ვინ ვის უპირისპირდება თქვენი დაკავებით და ინფორმაციით, რომელიც ეს ხომ ძალიან ცხადია, ვინც არის დღეს ქართულ ოცნებაში დარჩენილი, ხო? არის კობახიძე, დინარაძე და მისი გუნდი, ისინი არიან დარჩენილები, სხვები, ვნახეთ ჩვენ რა ბედი ეწიათ მათ, ხო? ვნახეთ რა ბედი ეწია ღარიბაშვილს, ეს ხომ რიგითი წევრი არ არის, პრემიერ-მინისტრი იყო ორჯერ ეს ადამიანი, რომელიც გახდათ დესპანი ქართული ოცნებისა, თუნდაც თავის ამორჩეველთან, მათი ნიმუში, მათი მაგალითი, ვნახეთ რა ბედი ეწია ბურჭულაძეს, ვნახეთ ინფრასტრუქტურის მინისტრს რა ბედი ეწია, რიჟვაძეს, სხვებს და სხვებს.
ფაქტია და ბოლოს ლილუაშვილი ბუნებრივია, ხო? ღარიბაშვილმა სრულად ითანამშრომლაო გამოძიებასთან, ლილუაშვილი ნახოთ რას იზამს და რას იტყვის, ეს არის ერთი რამის მანიშნებელი. ქართულ ოცნებაში არის ბუნებრივია ეს დაპირისპირებები, მაგრამ თუ რამ დადებითი შეიძლება ჰქონდეს ამას არის ის, რომ რეჟიმში არავის, ვინც რეჟიმს ემსახურება, არ აქვს მშვიდად ყოფნის უფლება. ჩვენ არაერთხელ გვინახავს ამ ხანგრძლივი 13 წლიანი მმართველობის პერიოდში ბიძინა ივანიშვილის. ბატონ გიორგი, ცოტა დრო გვაქვს და მინდა რომ ცოტა დრო დავუთმოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, თემას, რომელზეც ამ კვირაში მოგვიწია საუბარი და ეს ეხება უკვე სურსათის ფასებს, რაც რა საკითხსაც თვითონ მთავრობამ მიაქცია ყურადღება ქართულმა ოცნებამ ფასების ხელოვნურ გაზრდაზე დაიწყო საუბარი და იცით რომ ხელს სუპერმარკეტების, ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიებისკენ იშორს, რაც თავის მხრივ ოპოზიციაში ფასდება როგორც ბიზნესის მიმართ მუქარა. აი რა არის თქვენი სათქმელი უკვე ამ თემაზე? არაერთი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ოცნების განცხადება შეიძლება იყოს ბიზნეს სექტორში, ასე ვთქვათ, დაჭერების შესახებ ანონსიც კი. აი თქვენი აზრით რა არის მიზანი? ფასების შემცირება თუ ბიზნესის ერთგვარი რეკეტი? ფასების შემცირება ნამდვილად არ შეიძლება იყოს მათთვის მიზანი შემდეგი გარემოებების გამო, ხო? პირველ რიგში ის, რომ ეს არის გათვლილი ძალიან ბინძური პროპაგანდისტული დაგეგმვით, გამომდინარე იქიდან, რომ პირველადი მომხმარების პროდუქტები თითოეულ მოქალაქეს ეხება და ახლა ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს სუპერმარკეტების მფლობელები თუ დისტრიბუტორები არიან დამნაშავე იმაში, რომ ქვეყანაში არის ასეთი ძვირი ფასები და ეს მართალია ჩვენს ქვეყანაში დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, რომ შევადაროთ ძალიან განვითარებულ ქვეყნებს და ძალიან ძვირიან ქვეყნებს მათ შორის, მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამაც რომ იცოდეს, ხო, ახლა მიუხედავად იმისა, ვის აქვს შესაბამისი კომპეტენცია, ფას წარმოქმნა არის მრავალკომპონენტიანი, ხო? პირველ რიგში პასუხისმგებელი ამ ფასების სიძვირეზე არის სწორედ ქართული ოცნება. ჯერ ერთი სახელმწიფოს არანაირი ბერკეტი არ აქვს იმისა, რომ დაავალდებულოს ბიზნესი კონკრეტული მარჟის შემცირებაზე და მოგების მარჟის შემცირებაზე, ხო? ერთადერთი რაც მის ხელთ შეიძლება იყოს, რაც შეუძლია სახელმწიფომ დადებითი როლი შეასრულოს, ეს არის გადასახადის შემცირება, ხო? გადასახადის გაზრდა დადგენილი გადასახადებისა, ხო? კონსტიტუციით არის აკრძალული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი შემცირება არ შეუძლია და ნაწილობრივი შემცირება. მაგალითად, დღგ დამატებითი ღირებულების გადასახადი, რომელიც არის 18%, შეუძლია სახელმწიფოს წესით სწორედ იმ მიზნით, რომ მომხმარებლისთვის გაიაფთეს ფასები, შეამციროს ისეთ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, როგორც არის მაგალითად ხორცი, ხო, ბოსტნეული იქნება თუ სხვა, როგორ პრაქტიკაც არის სხვა ქვეყნებში, მაგალითად იტალიაში 5% არის, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში. თუ ფასებზე ზრუნავენ, ხო, მაშინ შეუძლიათ შეამცირონ საწვავის გადასახადი იმგვარად, რომ 2017 წელს გაორმაგებული აქციზის გადასახადი კვლავ დააყენონ 2017 წლის ნიშნულზე, ხო? 2012 წელს მე შეგახსენებთ, საწვავის ფასი საშუალოდ 1.75 თეთრი იყო. დღეს ეს ფასი არის გაორმაგებული. საწვავი, ტრანსპორტირება, დისტრიბუცია, ლოგისტიკა, ხო, ერთ-ერთი კომპონენტია ამ ფასს წარმოქმნის. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ, როგორ გაძვირდა ის პირველადი პროდუქტები, რომელიც ყველა ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში. ხო, მწვანილი 2012 წლიდან დღემდე არის მაგალითად 440%-ით გაზრდილი. ატამი 399%-ით, ხო, პომიდორი 230%-ით, ხორბლის ქვილი 199%-ით, კარაქი 122%-ით და ასე შემდეგ. ამას იმიტომ რომ ჭამა ეხლა რეალურად ყველას გვჭირდება. რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ბოლოსაც დავამატებ, ხო? ეს ქვეყანა არის დამოკიდებული სრულიად
იმპორტზე, სოფლის მეურნეობის პროდუქტებში, აი მაგალითისთვის, ხო, ლობიო, ხო, რომელიც ქართული საშუალო სტატისტიკურად ქართულ რაციონში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ხო, 75% არის იმპორტირებული. სტაფილო 91%-ით არის იმპორტირებული ამ ქვეყანაში, ხო? პომიდორი 27%-ით, ხახვი 36%-ით და 84%-ით უფრო სწორედ და ასე შემდეგ. ეს რას ნიშნავს? აი მაგალითად, პლანტა არის ესეთი კომპანია, რომელიც კიტრის, პომიდორის და სხვა ბოსტნეულის მწარმოებელია, რომელიც პირდაპირ ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილის ოჯახს, მის მეუღლეს და რომელმაც ერთი წლის განმავლობაში 18 მილიონის კიტრი და პომიდორი გაყიდა. პლანტას ფასი რომ შევადაროთ ჩვენ, პლანტას პროდუქციის ფასი, რაც არის ადგილობრივი წარმოება სუპერმარკეტში იქნება თუ სხვა ობიექტზე და შევადაროთ იმპორტირებული მაგალითად თურქული საქონელი, მაგალითად პომიდორი, ხო? სამმაგი ფასი აქვს პლანტას. პლანტა გაცილებით ძვირია, კი ბატონო. გაცილებით ძვირია. თუ მათ ესეთი კეთილშობილური მიზნები აქვს და თუ ეს არაფერს ნიშნავს, მაშინ შეუძლიათ ადგილობრივი წარმოების პროდუქტზე შეამცირონ ფასი. რატომ? იცით, თუ ასეთ რეგულაციას დაუწესებენ ბიზნესს, აღარ იქნება ეს შემოტანა და ავტომატურად მოხდება ამის მონოპოლია, როგორც ხდება ეს საწვავში და ასე შემდეგ. დავასრულოთ გუშინ წინ ქართული ოცნების მხრიდან ცალსახად და სუპერმარკეტების ქსელებისკენ იყო ისრები გადატანილი, თუმცა აი მაგალითად გუშინ წამოვიდა განცხადებები, რომ როგორც ჩანს სახელმწიფო სისტემაშიც იყო გარკვეული ხარვეზები და დარღვევები კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან, მათ რომ კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო, გუშინ ითქვა საპარლამენტო უმრავლესობაში. ხა ერთია თქვათ ბიზნესი არის თუ არა ქართული ოცნების სამიზნე, ან ვინ შეიძლება იყოს ამ ბიზნეს სექტორში ხელისუფლების სამიზნე, თუმცა მეორეა ხომ არ შეიძლება ამ ამბავს რომელიმე თანამდებობის პირი შეეწიროს და მათი ბრალეულობა გამოკვეთოს ხელისუფლებამ. აი თქვენ როგორ გენიშნათ ის განცხადება, რომელიც ახლა გაგაცანით და რაშიც კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან სავარაუდოდ დაშვებულ შეცდომაზეა საუბარი. ხო, ასეთ ინიციატივებს და ასეთ სპეკულაციებს ქართული ოცნება ხშირად იყენებს ხოლმე. სწორედ იმ მიზნით, რაც თქვენ აღნიშნეთ, ეს ჩვენ ნამდვილად არ გაგვიკვირდება, მაგრამ ბრალეულობა არის არა ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირებმა შეიძლება რაღაცა უკანონო გააკეთეს, რასაც აკეთებენ, მაგრამ ეს ხომ სისტემური პრობლემა არის. ქვეყანაში ხომ ენდემური არის კორუფცია, უპრეცედენტო მასშტაბზე არის დღეს ქართული ოცნების პირობებში და ამის უკან რა თქმა უნდა დგას ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ის არის რეჟიმის შემოქმედი და რეჟიმის დგას სწორედ მათ შორის კორუფციაზეც და როდესაც ბიზნესი გაცნობიერებული აქვს, რომ მას კორუფციული გარიგება სჭირდება, თავისი ბიზნესის საწარმოებლად სჭირდება რაღაცა ქთამის გადახდა, ხო, ვისთვისაც არ უნდა იყოს ეს. ეს ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ აი ამ თანხას კორუფციისთვის განკუთვნილ თანხას ის ითვალისწინებს ფასში და ეს აძვირებს კორუფცია მათ შორის, ტოტალური კორუფცია აძვირებს ფას წარმოქმნას და სახელმწიფო სექტორს რაც შეეხება, აი კიდევ ერთი კარგი მაგალითი არის ის, რომ კარგი რაღაცა ნედლეული არის, ლოგისტიკა სჭირდება, იმპორტი სჭირდება, ეს ყველაფერი ფას წარმოქმნის. იუსტიციის სახლში მომსახურების საფასური რომ არის გაორმაგებული 50-დან 100%-მდე და 200%-მდე გაზრდილი. იქ რა თვითღირებულება იყო ერთი რომ გააძვირეს. ძალიან საინტერესო რაღაც ქაღალდი არის იმდენად გაძვირებული რომ 100 ლარიდან 200 ლარი გახდა მაგალითად პასპორტის აღება. აი ეს არის ის მაგალითები რომელიც კარგად წარმოაჩენს რადგან რეალურად ქართული ოცნების ამ ინიციატივის უკან და რომ მათ არანაირად არ ადარდებს ადამიანების საქართველოს მოქალაქეების ჯიბეზე ზრუნვა. ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ, გახარიას პარტია გეგმავს ჩაერთოს ფასების შემსწავლელი სამართო კომისიის მუშაობაში, რომელიც შექმნაც იგეგმება საგაზაფხულო სესიის ფარგლებში და მოდით ამ პარტიის ეს გაწყვეტილებაც შევაფასოთ და ამით დავასრულოთ. რამდენად სწორად იქცევიან გახარიას პარტიის წევრი დეპუტატები თქვენი აზრით, რამდენად სწორია შესვლა და ჩართვა ამ პროცესში თქვენი შეფასებით და გადმოსახედიდან და ხომ არ ხართ მათ რიგებში, ვინც ფიქრობს, რომ გახარიას პარტიის მონაწილეობა აი ამ საპარლამენტო კომისიის მუშაობაში ეს არის ქართული ოცნების ფარსში მონაწილეობა. ჩვენ საერთოდ ამ პარლამენტთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არათუ გაცხადებული გვაქვს, არამედ მოქმედებით გვაქვს დადასტურებული, როდესაც გასულ წელს
ის მანდატები, რომელიც ოფიციალურად მოგვაკუთვნეს იმ მიტაცებული არჩევნების შეფასების შედეგად, შეჯამების შედეგად, ამ მანდატებზე უარი თქვეს ჩვენ პარტიის და კოალიციის წარმომადგენლებმა და ჩვენ საპარლამენტო სიებიც ჩავხსენით მე-11 მოწვევის პარლამენტს არალეგიტიმურად ვაღიარებთ. მაშინაც სწორად მიგვაჩნდა ეს გადაწყვეტილება და ახლაც სწორად მიგვაჩნია. ის კომისია, საგამოძიებო კომისია, რომელიც შეიქმნა წულუკიანის სადამსჯელო კომისია, ასევე არალეგიტიმურად მიგვაჩნდა. არ გამოცხადდნენ ხაზარაძე და ჯაფარიძე ამ კომისიაზე და ამის გამო ციხეშიც წავიდნენ. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის ნათელი ყველა იმ კომისიაზე, რომლის შექმნასაც აპირებენ და ამასაც ალბათ გამოიყენებენ ცალკეული წარმომადგენლების ბიზნეს სექტორი იქნება ეს თუ სხვა, რაღაცა შოუს მოსაწყობად. ხო, გახარიას პარტიამ თავისი გადაწყვეტილება მიიღო, ეს დამოუკიდებელი პარტია არის, ეს მათი გზა არის. ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით მე მგონი არის მკაფიო და თანმიმდევრი. ეთილი და ბატონ გიორგიევ, დღეს მაგაცემის მსვლელობის დროს ჩემმა სტუმრებმა რამდენჯერმე ახსენეთ ეს ქიმიური ნივთიერების გამოყენება მომიტინგეების წინააღმდეგ, ანუ 2024 წლის აქციების დაშლის საკითხი და ვისარგებლებ შემთხვევით და თუნდაც ერთ კითხვას მაინც დაგისვავთ ამ თემაზე, მიუხედავად იმისა, რომ სხვა აქტუალური თემა BBC-ს სკანდალურ ინფორმაციას გარკვეულწილად ფარავს ხოლმე, ეს თემა მაინც არ დახურულა. აი, რამდენიმე დღის წინ თქვენ იცით, რომ მაგალითად კოალიცია მცვლებისთვის 11 თუ სწორად მახსოვს 11 საერთაშორისო ინსტიტუციას მიმართა საერთაშორისო გამოძიების დაწყების თხოვნით, ამავე დროს კი ყურადღების ცენტრში რჩება საკითხი, მიმართავს თუ არა ქართული ოცნება BBC-ს წინააღმდეგ ჯერ ბრიტანეთის კომუნიკაციების კომისიას, როგორც ეს ხელისუფლებას აქვს დაანონსებული და შემდეგ უკვე საერთაშორისო სასამართლოს. აი, ბევრი ფიქრობს, რომ ოცნება მხოლოდ იმუქრება და რეალურად არანაირი სარჩელი თუ საჩივარი არ იქნება ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის წინააღმდეგ. აი, თქვენ რამდენად გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლება BBC-ს მიმართ ჩივილს აჭიანურებს და შესაბამისად არ ვიცი, აი, სარჩელიც არა მხოლოდ იგვიანებს, არამედ საერთოდ არ იქნება. ჩვენ ნახეთ საერთოდ როგორ ჩამოიშალა მთელი პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც სხვა შემთხვევებში ეფექტურად მუშაობს ხოლმე ქართული ოცნების პროპაგანდის ამ საქმესთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ რეზონანსი იყო ძალიან დიდი საერთაშორისო. ძალიან ბევრი დაიქადნეს, მათ შორის ეს საერთაშორისო დავა BBC-ს წინააღმდეგ, რომელიც თუ მიეცემა მცვლელობაში ძალიან ბევრ რამეს გამოააშკარავებს, ბუნებრივია და ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად იცის რეალურად რაც მოხდა. ის გამოძიება, რომელიც უსმა ჩაატარა, იყო მხოლოდ და მხოლოდ სპექტაკლი. საერთაშორისო გამოძიება უნდა დაადგინოს თუ რეალურად რა მოხდა. მაშინ ასეთი რამდენიმე ინსტრუმენტი არსებობს, მაგალითად გაეროს სპეციალური მომხსენებლების ერთობლივი საგანგებო მიმართვა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დონეზე არსებობს ფაქტების დამდგენი მისია, არსებობს აგრეთვე ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნის ფაქტების დამდგენი მისია და არსებობს საერთაშორისო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საგანგებო პროკურორის მოკვლევა და კიდევ სხვა მექანიზმები, რომელიც არის სანდო და გახდიდა სარწმუნოს ქართული საზოგადოებისთვის, მათ შორის იმას თუ რა მოხდა ამ ბრომბენზილ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით. თვითონ BBC-ს საგამოძიებო ჟურნალისტური გამოძიება ბუნებრივია, ძალიან სარწმუნო არის, თუმცა ჩვენ გვინდა სამართლებრივი შეფასება და შემდეგ უნდა მოხდეს ამაზე კონკრეტული პასუხისმგებლობის საკითხის დასმა, რისიც ქართულ ოცნებას რა თქმა უნდა ძალიან ეშინია, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო დანაშაული და საერთაშორისო სკანდალი, რომელიც რეჟიმის ჩამოსვლას ძალიან სერიოზულ იმპულსს მიცემს.